მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკის და ბიზნესის მთავარი სიახლეებით, კვირის ბოლო გადაცემა, თუმცა ძალიან აქტიური, ბევრი იმ სიახლით, რომელიც ამ კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 2 დღის განმავლობაში ხდებოდა კიდევ უფრო მეტად, თუმცა დავიწყოთ ლარის კურსით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა, მოკლედ ლარის სტაბილურობას კვლავ ინარჩუნებს, კვლავ ყარდება და ამ კუთხით ასე ვთქვათ სრული ნდობა, როგორც ჩვენ საუბრობდით ჩვენს ერთ-ერთ ანალიტიკურ ნაწილში, კერძოდ გალთონ-თაგარტის ანალიტიკურ ნაწილს მიუხილვის დროს დოლარიზაციის კლება და ლარისადმი ნდობის და რა თქმა უნდა ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარე და სტაბილურობა ამ ნდობას კიდევ უფრო მეტად ცდის. ამავდროულად ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის აქტივობაზე, ბიზნესის ჩართულობაზე და თლიანობაში, როდესაც ეკონომიკურ ზრდას მივიხილავთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის მთავარი მაჩვენებელი არის სწორედ ზრდა ბიზნეს საქმიანობის, ბიზნესის ბრუნვის თუ პროდუქციის გამოშვების მოცულობის. მოკლედ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ უახლეს მაჩვენებებს, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა და პირველი კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 10.7% გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 62 მილიარდი დოლარი შეადგინა. მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია, ჩვენ თუ აი ამ ნაწილს შევხედავთ ეკონომიკა განვითარების სამინისტროს მონაცემებს ვეყრდნობთ ამ შემთხვევაში, ჩვენ თუ აი ამ მაჩვენებებს შევხედავთ, მართლაც ფანტასტიკური მაჩვენებელია ამ ჭრილში წარმოდგენილი. მე ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურის და ბიზნეს სექტორის ნაწილში და კიდევ ერთხელ როცა საუბარია ხოლმე ეკონომიკური ზრდა თუ როგორ აისახება მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, რა კონკრეტულ შედეგებში იმართება, რა კონკრეტულ შედეგებში ითარგმნება, ჩვენ შეგვიძლია შესაბამისად შევხედოთ სწორედ ამ შედეგებს და ამ მაჩვენებელს. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ბიზნესთან დაკავშირებული აღნიშნული ნაწილის მიმოხილვა და სწორედ ბიზნესის ბრუნვის მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ შესაბამისი შეფასებები. ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8.3% და რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდაც არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება. ხო, ჩვენ თავარია შევინარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. ხო, თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, ეს არის საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში. 2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 62 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.7%-ით მეტია. რაც შეეხება გამოშვების მოცულობას, გაზრდილია წინა წელთან შედარებით 12.4%-ით და 23.3 მილიარდ ლარს შეადგენს. სასოფლო საშუალო თვიური რაოდენობაც ბიზნეს სექტორში გაზრდილია წინა წელთან შედარებით 3.7%-ით და თითქმის 800.000 უახლოვდება დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა. საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე აღსანიშნავია ის მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, რაც საბოლოო ჯამში ბიზნეს აქტივობის ახალი ინვესტიციების განხორციელების და ზოგადად ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები, რაც პირველ კვარტალში ფიქსირდება ბიზნეს აქტივობის ზრდის მიმართულებით, გაგრძელდება მომდევნო კვარტალებში. გაზრდილია ბრუნვის მაჩვენებელი 10.7%-ით, გაზრდილია მთლიანი გამოშვების პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ბიზნეს სექტორში 12.4%-ით და აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტალის ეს ზრდა არსებითად აღემატება როგორც გასულ წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელს, ისე აღემატება გასულ წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელსაც. გაზრდილია ხელფასის საშუალო ხელფასი 2326 ლარამდე და 166 ლარით მაღალია ვიდრე შარშან პირველ კვარტალში. დიახ, მართლაც ვხედავთ ამ მაჩვენებელს და შესაბამის შეფასებებს ამ კუთხით, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა შეფასებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში 4 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად სრულიად ლოგიკურია ბიზნეს ბრუნვის ეს მაჩვენებელი, პროდუქციის გამოშვების ის მაჩვენებელი, რომელიც საქსტატს აქვს ამ შემთხვევაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს მოწოდებული და კიდევ ერთხელ აქტიური ბიზნესი აჩვენებს სწორედ ამ პროცესს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებას იწვევს ის სტაბილური პოლიტიკა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში თანამდებობრივი რეფორმები, რომელსაც ვხედავთ ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო მეტ დაინტერესებას საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებს ამის შესახებ კვლავ ვისაუბრებთ, თუმცა ამავდროულად საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებით ხელს უწყობს ინვესტორების კიდევ უფრო მეტად ჩართულობას და ინვესტორებისთვის ქვეყნისადმი ინტერესის კიდევ უფრო მეტად ზრდას სწორედ გუშინ დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საკალათო სამსახურის მიერ ორგანიზებული თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმი. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი გუშინ უკვე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მას ჰქონდა ბუნებრივია ძალიან საინტერესო სიტყვა სწორედ ფორუმის ირგვლივ, ფორუმის ფარგლებში რა თქმა უნდა აქცენტი გაკეთდა მთლიანობაში როგორც დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარების ასპექტებზე, ინფრასტრუქტურული განვითარების ასპექტებზე, ასევე ცხადია ხაზი გაესვა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილის დედაქალაქის ჭრილში სრულად იყვნენ წარმოდგენილები ცხადია ღონისძიებაზე ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, ისევე როგორც მოადგილეები თბილისის მერის ცხადია ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ექსპერტები, რაც მნიშვნელოვანია აკადემიური წრების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. საინტერესოა საერთაშორისო მასშტაბით 20 ქვეყნის 50 წარმომადგენელი მონაწილეობდა. საინტერესოა, რომ თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წლის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივის სახით დაფუძნდა და ფორუმი დღეს რეალურად წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოთა, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა შვიდობის პლატფორმა. მშვიდობის პლატფორმა, რომლის ფარგლებში ყოველდღიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია შეფასებები მოვისმინოთ. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მივდივართ. გრადი განვითარება მხოლოდ სტატისტიკა და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. ეს არის პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა. მოხარული ვარ, რომ თბილისს როგორც რეგიონალური თანამშრომლობისა და დიალოგის ცენტრს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციური იდეების გაზიარებას და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას ყველა მიმართულებით. გლობალური ბუნდოვანებისა და მედია აღქმების ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია კიდევ უფრო დაჩქარდა და საქართველოს უმწვავესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ 5-ჯერ აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების გარედან ორგანიზებული მცდელობა. უპრეცედენტო შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად ჩვენ არათუ მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ მდგრადი ეკონომიკური ზრდაც უზრუნველყავით. სწორედ ამ პრინციპებზე უნდა იდგეს სამხრეთ კავკასიის მომავალიც. ჩვენი რეგიონი უნდა გახდეს არა გეოპოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონი, არამედ სტაბილურობის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ცივილიზაციათა დიალოგის სამაგალითო სივრცე. ზარდის საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც სახელმწიფოები მცირე ქვეყნებს ხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ჩვენ სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის გამტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოკიდებულებაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. და განსაკუთრებული ადგილი უკავია მშვიდობის პლატფორმას. ცელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი ბუნებრივია შეუძლებელია. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა,
უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა განაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს. გასაოცარია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ამ რეალისტური ჭეშმარიტების მასობრივ იგნორირებას ვხედავთ. საკმარისია გლობალურ იდეოლოგიას მოერგო და მისი უპირობო ჭეშმარიტება აღიარო, რომ წითელ ხალიჩებს გაგიგებენ, ქებადიდებას არ დაიშურებენ, არჩევნებშიც დაგეხმარებიან ჭყალებში და კანონის უზენაესობის თუ ადამიანის უფლებების დარღვევებზეც თვალს დაგიხუჭავენ. სამაგიეროდ ყველა, ვინც კი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიურ მარწუხებს არ ერგება, სტიგმატიზირდება, ბათილდება და იდევნება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდა კომუნისტური პარტიის გენერალური ხაზი, როგორ ისჯებოდა განსხვავებული აზრი და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს მსგავს ფენომენს საერთაშორისო მასშტაბით ვხედავთ და ვაცნობიერებთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის დასს. ამიტომ, თუ კი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჭეხვის გარეშე. ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, რეალისტური და რაციონალური პოლიტიკის შუალედურ შედეგებს კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები. და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს. თბილისი როგორც რეგიონალური მნიშვნელობის სწრაფად გამზარდი ქალაქი დგას არაერთი გამოწვევისა და შესაძლებლობის წინაშე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი მიმართულებები, როგორიც არის მდგრადი ურბანული განვითარება, სატრანსპორტო რეფორმა, მწვანე პოლიტიკა, განათლება, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისები. ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები მოგცემს შესაძლებლობას გავცვალოთ გამოცდილება და შევიმუშაოთ ახალი ინიციატივები. ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის შედეგად საქართველოში სიღარიბე პირველად თემცირდა ერთნიშნა მაჩვენებლამდე გასულ წელს 9.4%-მდე, ხოლო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და 7.1%-მდე ჩამოვიდა, რაც განსხვავებული იყო მაგალითად თუნდაც იგივე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისამდე არსებული ბუმის დროს, როცა სიღარიბის მაჩვენებელი იყო რეკორდული 38.8%-ის ფარგლებში. გეოპოლიტიკა დღევანდელ სამყაროში ორი დიდი კონფლიქტის პირობებში ვითარდება და ესაა მნიშვნელოვანი ეფექტის მქონე საქართველოზე. იმიტომ რომ საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არის ორ კონფლიქტ შორის მოქცეული. საქართველო დიდწილადაა დამოკიდებული ჯანსაღი საერთაშორისო ეკონომიკის არსებობაზე. იმიტომ რომ საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა აძლევს საქართველოს აყვავების საშუალებას. ნახეთ შეფასებები, დღესაც გრძელდება ფორუმი და რამოდენიმე საინტერესო დისკუსიას ვნახავთ ამ ჭრილში. ცხადია და სიამოვნებით შეუერთდები ასევე ფორუმს სწორედ დღევანდელი გადაცემის შემდგომ და როდესაც ჩვენ საუბრობთ ეკონომიკურ აქტივობაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში სტაბილურ გარემოზე, მშვიდ გარემოზე, როდესაც საუბრობთ პროგნოზირებად გარემოზე და ბიზნეს აქტივობაზე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და ამ კუთხით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ბიზნესმენების აქტიურობას და მონაწილეობას სახელმწიფო ქმნის გარემოს ადგილობრივი ბიზნესმენების მონაწილეობენ სწორედ საერთაშორისო ინვესტორების შემოყვანას და ჩართულობის პროცესში. სულ 2 დღის წინ ნახეთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ქობულეთში, აჭარაში, Swiss Hotel ქობულეთი Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება. პირდაპირ ციტირებ ილია წულაიას ამ კუთხით ძალიან სტაბილურად ვითარდება საქართველო და სწორედ ამან განაპირობა რომ ისეთი ბრენდები როგორიც არის Swiss Hotel-ი და როგორიც ჩვენ ვართ, გადავწყვიტეთ Swiss Hotel ქობულეთ Beach Resort-ის პროექტის
განხორციელება. დიახ, ილია ჭულაიას სიტყვებია ეს. ილია ჭულაია ასევე აღნიშნავს, რომ Swiss Hotel Beach Resort იქნება საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც განხორციელებულა საქართველოსა და რეგიონში. მართლაც ნახეთ, ფანტასტიკური პრეზენტაცია, ფანტასტიკური პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის საქმეთა განვითარების მინისტრი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი იყვნენ წარმოდგენილები როგორც სხვა სტუმრები ღონისძიებაზე. ილია ჭულაიას არქის დამფუძნებელს მიყავდა ღონისძიება. ჩვენ სწორედ კადრებს ვადევნებთ თვალს სწორედ ამ ღონისძიებიდან და ფანტასტიკური ციფრები, რომელიც მოვისმენთ, 300 მილიონი დოლარის ინვესტირება, 500-მდე ადამიანი დასაქმდება პროექტის ოპერირების და შემდგომ პროცესში, საუბარია უპირატესად ადგილობრივების დასაქმებაზე და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით 4 სეზონიან ტურისტულ მიმართულებად აჭარის გარდაქმნის მიმართულებით. სხვათა შორის ამ კუთხით აღინიშნა და სწორედ ბატონმა ჭულაიამ აღნიშნა ასევე Eagle Hills-ის პროექტი ასევე ამ რეგიონისთვის კონკრეტულად თქვა გონიოს შემთხვევაში და ჯამში ბატონმა ილიამ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა, ისე როგორც სახელმწიფოებრივად განწყობილი ბიზნესმენი უნდა საუბრობდეს, რომ თუნდაც მათი ბიზნეს კომპანიის საქმიანობის შედეგები დიახ ეს არის სახელმწიფოს საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერების შედეგები და ჩვენ შეგვიძლია რომ ეხლა ეს შეფასებები თითოეული პრაქტიკულად გამოსვლელის მოვისმინოთ. Swiss Hotel Kobuleti Beach Resort-ის შენებლობა მისი დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და არის, რა თქმა უნდა, მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას, განვითარების პროცესი, სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბუნებრივია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმართმასპინძლობას, დასვენებას და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს Kobuleti სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება არის 300 მილიონი დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც Kobulets რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს. 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზოგადად აჭარის რეგიონისთვის, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, განთავსების ობიექტები, ისევე როგორც საცხოვრებელი სივრცეები და რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა თავის მხრივ ხელშეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, ისევე როგორც მომსახურების ხარისხის ზრდას. მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში ადგილობრივების დასაქმდებიან და მათ შორის მშენებლობის პერიოდში, ისევე როგორც ოპერირების პერიოდში 500 და მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. ტურიზმის განვითარება ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი. დღეს ქალბატონმა მარიამ აღნიშნა, რათა ჩართულობა 4-ვე სეზონზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ერთად მივაღწევთ ძალიან ბევრ წარმატებას. Swiss Hotel-ში იქნება, ჩვენ Swiss Hotel-ში Kobuleti-ში იქნება 3000 კვადრატულზე მეტი სპა და ველნესი, იქნება ბავშვთა გასართობის სივრცეები, იქნება 2 შიდა აუზი, 25 მეტრიანი, 2 ღია აუზი, ძალიან დიდი აუზი, ეგრეთ წოდებული Infinity აუზი, რომელთაც მთელი ხედით ისიამოვნებთ. იქნება 6 რესტორანი და ბარი და კაფე და რესტორანი, რომლებიც დამსვენებლებს მოემსახურება და იქნება ბავშვთა გასართობი სივრცეები. მჯერა რომ Kobuleti-ის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება ამ პროექტით. ჩვენ არქისთან ერთად მოვიზიდავთ ძალიან ბევრ ტურისტს, მაღალგადამხდელიანურიან ტურისტებს. Swiss Hotel-ის ასეთი მასშტაბური პროექტის განვითარება ნამდვილად იქნება საწინდარი, რომ როგორც აჭარის ტურიზმის სექტორი განვითარდეს, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი იქნა შეტანილი მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. მე მჯერა რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს როგორც მსოფლიოში ცნობილ კურორტად გარდაქმნის გზაზე და დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება საუკეთესო სასტუმრო საქართველოში.
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ადამიანებისთვის კომფორტული სივრცე ამ ულამაზეს ლანდშაფტში. ვიმედოვნებთ, რომ განვახორციელებთ პროექტებს ოჯახებისთვის, რათა ადამიანებმა ის სიამოვნონ. დიახ, მართლაც ფანტასტიკური შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც ჩვენ ნახეთ ქობულეთი, რომელთანაც ალბათ უამრავ ჩვენ გასვლენი ბავშვობა გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, ქობულეთის განვითარება, აჭარის განვითარება, საქართველოს განვითარება განსაკუთრებულად გვახარებს. რა თქმა უნდა, გვინდა ბევრი ცნობილი ბრენდი, ჩვენ ვხედავდით ბათუმში ამ ნაწილს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ვხედავთ უკვე ქობულეთში და მართლაც კიდევ ერთხელ მადლობა ყველას აი ამ ფანტასტიკური პროექტის წამოწყებისათვის და აჭარის გარშემო ვტრიალებთ ნაწილობრივ ამ კუთხით ძალიან საინტერესო სიახლე და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორი Coca-Cola Bottlers ჯორჯიასგან ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორი სწორედ Coca-Cola Bottlers ჯორჯია ბათუმში საქართველოში 2-6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დაიწყო გახსნის საზეიმო ცერემონია შედგა სწორედ 2 ივნისს ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ფესტივალის მთავარი პარტნიორი როგორც უკვე აღნიშნეთ არის Coca-Cola Bottlers ჯორჯია კომპანია ახალგაზრდული ფესტივალის მთავარი პარტნიორი 2 ფლაგმანი Coca-Cola და წყალი მთის ბრენდებით იქნება წარმოდგენილი სპორტის მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სწორედ ამ ღირებულებებს აერთიანებს კომპანია და ამ გზავნილებით უერთდება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდულ სპორტულ პროექტს. Coca-Cola-ს საქართველოში სპორტის განვითარებისა და მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია და გამოცდილება აქვს. კომპანიას წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაში. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება 2026 წლის 2-6 ივნისს სპორტული შეჯიბრებები ფესტივალის ფინალური მესამე ეტაპია, რომელსაც როგორც გვაღვნიშნეთ, ბათუმი მასპინძლობს და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდა სპორტსმენებს გააერთიანებს. შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში გაიმართებოდა მიმდინარეობს, მათ შორისაა ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჯილდაობა, კალათბურთი 3-3-ზე, კრივი, მაგიდის ჯოგბურთი, მინი ფეხბურთი, მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვანდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო და ხელბურთი. ფესტივალში 14-17 წლის 1200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს საქართველოს 12 რეგიონიდან. ფესტივალის დახურვის ცერემონია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს 5 ივნისს ზღვისპირა ქალაქ ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მთავარი პრიზი კი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც საერთო შედეგს ხულათა ჩამური მაჩვენებლით აჩვენებს და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. აი სწორედ მათ შორის ათამაშდება ასე ვთქვათ ეს უმნიშვნელოვანესი მთავარი პრიზი. ნახოთ რომელი რეგიონი წაიღებს Coca-Cola Bottlers ჯორჯიასთვის სპორტი ერთ-ერთი მთავარი გამაერთიანებელი ძალა კომპანია მხარს უჭერს სპორტის სხვადასხვა სახეობას და მიიჩნევს, რომ სპორტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, დაიჯერონ საკუთარი თავის და წარმატებას მიაღწიონ. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სწორედ ამ იდეას ემსახურება სპორტის მასობრიობის ზრდას, ახალგაზრდა ტალანტებისა და მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, რეგიონული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ნახოთ შეფასებები. Coca-Cola Bottlers ჯორჯია საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მთავარი პარტნიორია. კომპანია თავისი ფლაგმანი 2 ბრენდით, Coca-Cola და წყალი მთის მხარს უჭერს ამ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს საქართველოდან თითქმის ყველა რეგიონიდან 1200-ზე მეტ ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელსაც აძლევს საშუალებას, რომ გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ ახალი გამოცდილება და ასე ვთქვათ, იბრძოლონ წარმატებისთვის. კომპანია Coca-Cola Bottlers ჯორჯია უკვე წლებია ამ და სხვა პროექტების მხარდაჭერით კიდევ ერთხელ დგას იმ ინიციატივის გვერდით, რომელიც მხარს უჭერს როგორც სპორტის განვითარებას, ასევე ახალგაზრდა თაობის გაძლიერებას. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ეს პირველად ტარდება
სწორედ რომ ეს ღონისძიება საჭირო იყო ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ეს არის სასაკუთრებრივი ჯგუფი 14 წლამდე. 12 რეგიონი იღებს მონაწილეობას, 1200 სპორტსმენი 17 სახეობაში. და რო იყვნენ ეს მულტისპორტული ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ტარდება, რა თქმა უნდა, მხარდაჭერი არის მთავრობა. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კოკაკოლას, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რამე თუ ჩვენ გვერდზე დაგვიდგა. და უნდა ითქვას, რომ კოკაკოლა თქვენიცით რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპონსორია და უკვე ჩვენთანაც დაიწყო თანამშრომლობა, ჩვენ ადრე თქვენიცით რომ 2025 წელს ზამთრის ევროპის ახალგაზრდობის ფესტივალი ჩატარდა, იქ იყო სპონსორი და დღესაც უკვე კოკაკოლამ გადმოდგეს ნაბიჯი ჩვენ შევთანხმდით ამ ყველაფერზე და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კომპანიას, მის ხელმძღვანელს განსაკუთრებულად და იმედია რომ შემდგომში ვითანამშრომლებთ. წარმატებას უსურვებ ჩვენ სპორტსმენებს და კოკაკოლას უსურვებ წარმატებებს. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ფესტივალია და ძალიან ბევრი სახეობა, ძალიან საინტერესო იქნება შედეგები, რომელსაც აგერ გავიგებთ ასევე დღის განმავლობაში და ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და კოკაკოლას აი ეს პარტნიორობა და ჩვენ საუბრობთ კოკაკოლას შესახებ, არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე რომ კოკაკოლა არის ჩვენი პარტნიორი და კოკაკოლა არის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პარტნიორი ასევე და დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მის ამხანაგურ მატჩს, ბოლო ამხანაგურ მატჩს ოფიციალურ შესარჩევ თამაშებამდე შემოდგომამდე ბაჰრეინის ნაკრებთან, მინდა წარმატება უსურვო საქართველოს ნაკრებს, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას, რომელიც დაგვიმშვიდობა 2 ივნის და დღეს კიდე მინდა წარმატება უსურვო ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ახლა უკვე კაპიტნის სამკლაურით, უკვე ოფიციალურად კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს საქართველოს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ გამარჯვებისათვის მოედანზე. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები ტრადიციულად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. ბეკი უკვე ორშაბათს დაგიბრუნდა.